თავი 17, 1, 3. 1. რქვა იესო მოწაფეთაც და შეუგვანებელ არ საცდურის არა მოსვლა, ხოლო ვისგან მოვიდეს. 2. უადვილეს არს მისა, უკვე თუმცა ლოდივირით საფქველისა ზედა ედვა ქედსა მისა და შთავრდომილიყოს ღოასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქვენთა. უკვე თუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან შეჰრისხენ მას და უკვე თუ შეინანოს მიუტევე მას. რამდენადაც ვერცხლის მოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არა მომხოჭელობაზე ამბობდა, ამიტომაც მან ჯერ თქვა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე უჩვენა რა მისი მეშვეობით, თუ როგორი სასჯელი ელოდებათ მათ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობის გამო. შემდეგ კი თავის საუბარს მოწაფეთადმი მიმართავს თავად ფარისეველთა შესახებ, რომ ისინი წარმოქმნიან საცდურებს და სხვებს ღვთაებრივი გზისგან აბრკლებენ და რომ ამისათვის მათ ვაება ხვდებათ წილად. ნახე, რას ამბობს იგი. შეუგვანებელ არ საცდურისა არა მოსვლაი, ხოლო ვისგან მოვიდეს, ანუ შეუძლებელია რომ არ მოვიდნენ საცდურნიან და დაბრკოლებანი კეთილსა და ღვთისმოყვარე ცხოვრებაში. ვინაიდან ადამიანთა ბოროტების განმავლებისას აუცილებელია მრავალი დაბრკოლება შეხვდეს ქადაგებასა და ჭეშმარიტებას. მაგრამ მხოლოდ მათ, ვისგანაც მოდიან ისინი, ანუ დამნაშავეთ ამაში, როგორებიც ფარისეველნი იყვნენ, რომელნიც აცდუნებდნენ და ხელს უშლიდნენ ქადაგებას. მრავალნი შეწფუნებულნი კითხულობენ, თუ კი ცადურები აუცილებლად უნდა მოვიდნენ, შეუძლებელია ქადაგება დაბრკოლებას არ შეხვდეს, მაშინ რაღაცომ განიკითხავ, უფალო და უწოდებ უბედურებს მათ ვისგანაც ისინი მოდის. ისინი ასეთნი აუცილებლობის გამო გახდნენ, ხოლო ყველაფერი რაც აუცილებლობის გამო ხდება, მიტევების ღირსია. იცოდე რომ თავად ამ აუცილებლობას თავისუფალნებაში უდევს ძირი. უფრო ნათლად ვიტყვი, უფალი ხედავდა რა ბოროტებას მაშინდელი ადამიანებისა, ხედავდა რა, თუ როგორ გულმოდგინებას იჩენენ ისინი ბოროტების მიმართ და არ ირჩევენ არაფერ კეთილს, თქვა რომ იქიდან გამომდინარე რაც ახლა ჩვენს თვალწინ, აუცილებელია საცდურთა მოსვლა. ამრიგად ბოროტება, რომლითაც ადამიანები ტკბებოდნენ, თავისუფალი ნების საქმეა, ხოლო საცდურთა წარმოშობა აუცილებლობით გამომდინარეობდა ბოროტებიდან, ამიტომაც საცდურთა გამომწვევი ღირსნი არიან სასჯელისა. შეიძლება ეს ნათელყოთ მაგალითით? ექიმი ხედავს რა რომ ესა და ეს ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს და არაზომიერებას იჩენს, შეუძლია თქვას, რომ იგი აუცილებლად დაავადდება. ნუ თუ ეს ავადმყოფობა აუცილებელია. დიახ, როგორც შედეგი ცუდი ცხოვრების წესისა, აუცილებელია. ამიტომაც ქადაგების მოწინააღმდეგეთ იმის გამო, რომ მათ ბოროტების ისეთ ხარისხს მიაღწიეს, როდესაც აუცილებელი გახდა საცდურთა მოსვლა. და მართლაც ადამიანისთვის, რომელიც საცდურებსა და დაბრკოლებებს წარმოშობს, უკეთესია ცისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში გადააგდონ, ვიდრე აცთუნო და გარყუნა ერთი მცირედთაგანი, ანუ მორწმუნეთაგანი. ამიტომაც უფალი აფრთხილებს მოწაფეებს, ეკრძალენით თავთა თქვენთა. აიო, ამბობს, მე წინასწარ გეუბნებით, რომ ბოროტება მოიწევა, ანუ იქნებით პასუხისმგებელნი. ვინაიდან ბოროტების მოსვლა აუცილებელია, მაგრამ არ არის აუცილებელი თქვენთვის დაიღუპოთ, თუ კი ფრთხილად იქნებით და შეიჭურვებით. აუცილებელია მგლის მოსვლა, მაგრამ თუ კი მწყემს იფხიზლობს, არ არის აუცილებელი ცხოვრებისთვის დაიღუპონ, ხოლო მგელი პირში ჩალაგამოვლებული უნდა წავიდეს. უფალმა თქვა ეს მაცდუნებლებზე და მათზე, ვინც ქადაგებას ვნებს, ანუ აბრკოლებს. ვინაიდან მათ შორის დიდი სხვაობაა, რამდენადაც ერთნი განუკურნებელნი არიან, როგორც ფარისეველენი, ხოლო მეორენი განკურნებადნი, როგორც უფლისწმები თავად უფალთან მიმართებაში, ვინაიდან არც მათ სწამდათ მისი, იოანე 7:5. ამრიგად ვინაიდან დიდი განსხვავებაა ქადაგების დამაბრკოლებელთა შორის, რამდენადაც მათ შორის ზოგიერთნი შესაძლოა ერთმორწმუნენიც ყოფილიყვნენ, ამიტომ უფალი ამბობს. თუ შენი ძმა შესწოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი, თუ შეისმინა შენი შეგიძენია ძმა შენი, ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი და რაც მათე მახარებელმა 18, 15, 17 უფრო ვრცლად გადმოსცა, ხოლო ლუკა მახარებელმა დუმილით აუარა გვერდი, როგორც უკვე თქმულს მათე მახარებლის მიერ. ვინც საყვედურს მოისმენს, იგი ღირსია პატიებისა, ხოლო ვინც არ მოისმენს, დაიყოს იგი შენთვის, ვითარცა მეზვერე და წარმართი, ანუ საძაგელი და უღირსი ძმა წოდებისა. შემდეგ თითქოს და ვინმე მუთხრა, და ასე იყოს უფალო. შენ კარგად განარჩიეს, მაგრამ რა ვუყოთ მას, ვინც მრავალგზის მიიღო პატიება და კვლავ მავნებლობს.
უფალი ამბობს, თუ კი იგი კვლავ შეინანებს მიუტევე მას და კიდევ, 7 გზისაც რომ მოგმართოს, მიუტევე მას, ხოლო სიტყვები, 7 გზის დღესაშინა, აქ ნახმარია, ნაცვლად სიტყვის ამ მრავალგზის, ისევე როგორც გამოთქმაში, საშოდახშულმა შვილი დაბადა. პირველი მეფეთა 2, ამრიგად რამდენჯერაც შეინანებს, იმდენჯერ უნდა მიუტევოთ მას და ნუ იფიქრებ, თითქოს უფალი ადგენს რიცხვს, თუ რამდენჯერ მიუტევოს, არამედ როგორც მე ადრეც ვთქვი, 7 გზის დღესაშინა, გაიგე როგორც მრავალგზის და უთვალავჯერ. ჩვენ ხომ ვამბობთ ჩვეულებრივ საუბარში, ამა და ამ ქალაქში უამრავი 10,000 მცხოვრებია, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ მასში მართლაც 10,000 მცხოვრებია, ვინაიდან შესაძლოა ისინი მეტნიც იყვნენ, არამედ ნაცვლად იმისა, რომ ქალს ძლიერ ხალხმრავალი ვუწოდოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მასში 10,000 მცხოვრებია, ხოლო ის, რომ 7 გზის დღესაშინა, ამ მნიშვნელობითაა ნახმარი, ჩანს მათეს სახარებიდან 18, 21, 22. ვინაიდან იქ, როდესაც პეტრემ უთხრა, უფალო, უნდა მივუტევო თუ არა მე მას, ჩემს ძმას, 7ჯერ. უფალმა მიუგო არა 7ჯერ, არამედ 70 გზის 7ჯერ, აღნიშნა რა ამით ურიცხვის სიმრავლე. თავი 17 მუხლი 4, 10. 4. დაღა თუ 7 გზის დღესაშინა შეგცოდოს და 7 გზის მოაქციოს და გრქვას შენ, შევინარე, მიუტევე მას. 5. და ხრქვეს მოციქულთა უფალსა, შემძინე ჩვენ სარწმუნება. 6. რქვა მათ იესო, უკვე თუ გაქუნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცვალი მდოქსა არ ქუთმცალე ღუსულელსა ამას, აღიფხვერ და დაენერგეს ღვასაშინა, ისმინამცა თქვენი. 7. ვისმე თქვენგან სამონა ესოას მნელი გინამწყამსი, რომელიმცა მოვიდა ველით და მეხსეულად ხრქვა მას, წარმოედ და დაჯედ. 8. ანუ არამე ხრქვას ამას, მზა მიყავ მე, რათა ვისერო და მოირთყენ და მსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა და ამის შემდგომად ჭამე და სუ შენცა. 9. ნუ უკვე მადლი პრასა მონისამის, რამე თუ ხო ბრძანება მისი? არა ვგონევ. 10. ეგრეცა თქვენ, ოდეს ხოთ ბრძანებული თქვენ და თქვთ ვითარმეთ, მონანი ვართ უმარნი, რომელითანაც გვედვა ყოფათ ვყავთ. მოციქულებს სწამდათ უფლისა, თუმცაღა გააცნობიერეს რა საკუთარი უძლურება, მიხვდნენ რა რომ უფალმა რაღაც დაიდის შესახებ უთხრა და მოისმინეს რასაც თურთა საფრთხის შესახებ, ითხოვენ რათა გამრავლდეს მათში ძალარწმენისა, რათა მისი მეშვეობით შეძლონ აღასრულონ ის, რაც მან თქვა, ანუ არა მომხოჭელობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არაფერი ისე არ განამტკიცებს არა მომხოჭელობაში, როგორც ღვთისადმი რწმენა და მის დამიმტკიცე სასოება, ისევე როგორც ისე არაფერი განაწყობს განძის შესაკრებად, როგორც ურწმუნოება იმისა, რომ უფალია. დიადი განცდამპყრობელი ხაზინადარი, ხოლო მისი მოწყალება, ამოუწურავი სალაროა, ამასთან რწმენით მათ შეუძლიათ დაუპირისპირდნენ საცდურებს. ამიტომაც მოციქულები მიდიან უფალთან და ეუბნებიან, შემძინე ჩვენ სარწმუნოება, ანუ გამოგვაჩინე ჩვენ უსრულყოფილესნი და უმტკიცესნი რწმენაში. უფალი უჩვენებს რა რომ მათი თხოვნა კარგია და რომ მათ მტკიცედ უნდა დაიმარხონ ეს აზრი, რომ რწმენას დიდი ძალა აქვს, ეუბნება, თქვენ რომ რწმენა გქონოდათ ამ ლევსაც კი გადარგავდით. აქ ორი უდიდესი რამა, კერძოდ, ჯერ, ერთი ის რამაც ფესვი გაიდგა მიწაში, გადაადგილდებოდა თავისი ადგილიდან, მეორეც, გადაირგვებოდა ზღვაში. და რისი დარგვა შეიძლება წყალში. როგორც ჩანს, ამ სიტყვებით უფალი რწმენის ძალას უჩვენებს. შესაძლოა ვინმე ლეღვის ქვეშ გადატანითი მნიშვნელობით ეშმაკი იგულისხმოს, რამდენადაც მან ჩვენთვის მარადიული მატლი მოიგონა და კვებავს მას მის მიერ დანერგული გულის თქმებით, ვინაიდან ლეღვის ფოთლებით მატლები იკვებებიან, რომელნიც აბრეშუმის ძაფებს ქსოვენ. ასევე რწმენას შეუძლია ამ ლეღვის აღმოფხრა ადამიანის გულიდან და ზღვაში ჩაგდება, ანუ უფსკრულში. თქვა რა ეს რწმენის შესახებ, უფალი ამატებს სხვა ძლიერ საჭირო სწავლებასაც. რომელს? სწავლებას იმის შესახებ, რომ არ უნდა ვიამაყოთ სრულქმნილებებით. რამდენადაც რწმენას მრავალი რამ შეუძლია მოიმოქმედოს და მისი მფლობელს მცნებათა აღმასრულებელად აქცევს, ამკობს რამას, ამასთან სასწაულთქმედებებითაც, ხოლო ამისგან ადამიანს ადვილად შეუძლია ჩავარდეს ქედმაღლობაშიც. ამიტომ, უფალი აფრთხილებს მოწაფეებს თავი არ აღიმაღლონ სრულქმნილების გამო, მოჰყავს რა შესანიშნავი მაგალითი, ვისმე თქვენგანსო ამბობს, მონა ესოას და ამიგავით ცხადდება, რომ არ უნდა განვიდიდოთ თავი არანაირი სრულქმნილების გამო, ყველა მცნების ახსულებითაც კი, ვინაიდან მონას აწევს აუცილებელი ვალდებულებები შეასრულოს ბატონის ბრძანებები, თუმცაღა მათი შესრულება არ უნდა ჩაეთვალოს მას სრულქმნილებად.
ვინაიდან თუ კი მონა არ აღასრულებს, იგი ღირსი შეიქმნება წყლულებისა, ხოლო როდესაც აღასრულა და იმით დაკმაყოფილდეს, რომ გაექცა წყლულებს და არ უნდა მოითხოვოს, ამისთვის აუცილებლად საფასურის გადახდა. ვინაიდან გადახდა მისთვის, განსაკუთრებით კი რაიმეს ჩუქება ბატონის დიდ სულოვნებაზეა დამოკიდებული. ასევე ის, ვინც ღვთისთვის მუშაობს, არ უნდა აღიმაღლოს თავი, თუ კი მცნებებს აღასრულებს, ვინაიდან მას არაფერი დიადი არ მოუმოქმედებია. პირიქით, თუ კი იგი არ შეასრულდება, ცუდ დღეში ჩავარდებოდა, როგორც მოციქული ბრძანებდა, ვაარს ჩემდა არა თუ ვახარებდე. 1 კორინთელთა მიმართ 9:16. ისევე როგორც თუ კი ნიჭები მიეცა, მან არ უნდა აღიმაღლოს თავი მათით, ვინაიდან ნიჭები მას ღვთის მოწყალების და გამო მიენიჭა და არა იმიტომ, თითქოს და მეუფეს რაიმე მართებს მისი, ვინაიდან მონის განსაკუთრებული მოვალეობაა მისი ბატონის მიმართ ყველა მისი ბრძანება აღასრულოს. თუ კი ჩვენ არ უნდა განვიდიდოთ თავი მაშინაც კი, როდესაც ყველა მცნებას ვასრულებთ, მაშ რაღაცნი ვართ, როდესაც არ ვასრულებთ ღვთის მიერ მოცემულ მცნებათა მცირე ნაწილსაც კი და თანაც ვამაყობთ. ყურადღება მიაქცია იგავის იმ გამოთქმასაც, რომ ჯერ ნახსენებია მხნელი, ხოლო შემდეგ მწყამსი, ვინაიდან ვინც არ უნდა იყოს, საჭიროა ჯერ მიწა დაამუშავოს, ხოლო შემდეგ მწყამსის ადგილიც მიიღოს. ვინც კარგად დაამუშავა თავისი ხორციელი მისწრაფებანი, როგორც ერთგვარი მიწა, იგი ღირსია სხვათა მწყამსიც იყოს, ვინაიდან უკვე თუ ვინმე თვისისა სახლისა განგება არა იცის, ვითარმე ეკლესიათა ღმრთისათა მოღვაწება აგოს. 1 ტიმოთეს მიმართ 3:5. ამრიგად ჯერ საკუთარი თავი დაამუშავე და მხოლო ამის შემდეგ დაიმწყსე სხვები, როგორც წინასწარმეტყველმა იერემიამ თქვა, გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ. იერემია 4:3, ხოლო შემდეგ გაინათეთ გონების შუქით, რითაც მწყამსობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი აღინიშნება. თავი 17, მუხლით 11:19. 11 და იყო მისვლასა მას მისცა იერუსალიმ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა. 12 და შერავიდა იგი დაბასა, რომელსამე მოიგებოდეს მას 10 კეთროვანი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. 13 და მათ აღიმაღლეს მამათი და იტყოდეს, იესო მოძღვარ, შემიწყალენ ჩვენ. 14 და თავად მან ვითარცა იხილნა იგინი ხრქუა მათ, წარვედით და უჩვენენით თავნით თქვენი მღვდელთა. და იყო ვითარცა წაროდენ ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. 15 ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამე თუ განიკურნა, მოიქცა და მითა დიდით აადიდებდა ღმერთსა. 16 და დავარდა წინაშე ფერთა იესოსთა და ხმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. 17 მიუგო იესო და ხრქუა მას, არა 10-ნივე განიკურნესა. და 9 იგი სადა არიან. 18 ვერ იპოვნეს ეგოდენ, რათა მცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა, გარნა უცხოთესლი ხოლო ესე. 19 და ხრქუა მას, აღდეგ და წერვედ. სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ. და აქედან ყველას შეუძლია შეიცნოს, რომ არავის არავინ არ უშლის ხელს სათნო ეყოს ღმერთს, თუნდაც იგი წყეული მოდგმისა იყოს, არამედ მხოლოდ კეილინება უნდა გააჩნდეს. აი 10 კეთროვანი შემოეგება იესოს, როდესაც იგი ერთ დაბაში შედიოდა, ისინი მას ქალაქგარეთ შეხვდნენ, ვინაიდან მათთვის, რამდენადაც ისინი უწმინდურებად ითვლებოდნენ, არ იყო ნებადართული ქალაქის შიგნით ცხოვრება. ლევიტელთა 13:46. ისინი შორს დადგნენ, თითქოს და დარცხვენილნი თავიანთი მოჩვენებითი უწმინდურებით და ვერ ბედავდნენ მიახლოებას იმ ფიქრით, რომ იესოც სიზღით მოეკიდებოდა, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ და ითხოვენ შეწყალებას. თავიანთი ადგილის მიხედვით ისინი შორს იდგნენ, მაგრამ ლოცვით ახლოს დგანან. ვინაიდან უფალი ახლოს დგას ყველასთან, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. ფსალმუნიას 44:18. ისინი ითხოვენ შეწყალებას არა როგორც უბრალო ადამიანისგან, არამედ როგორც ისეთისაგან, ვინც მაღლა დგას ადამიანზე, ვინაიდან ისინი იესოს მოძღვარს უწოდებენ, ანუ ბატონს, მზრუნველს, მეთვალყურეს, რაც ძალზედ ახლოს დგას მისთვის ღმერთის წოდებასთან. იგი, იესო, უბრძანებს მათ, კეთროვანთ მღვდლებს უჩვენონ თავი. ვინაიდან მღვდლები დაათვალიერებდნენ ასეთებს და ამით იღებდნენ გადაწყვეტილებას, განწმენდილნი არიან ისინი კეთროვანებისაგან, თუ არა ლევიტელთა 13. მღვდლებს ჰქონდათ ნიშნები, რომლითაც ისინი ამოიცნობდნენ განუკურნებელ კეთროვანებას. მაშინაც, როდესაც ვინმე კეთრით დაავადდებოდა, ხოლო შემდეგ გამოჯანმრთელდებოდა, მღვდლები დაათვალიერებდნენ და მათთვის იმ წვენს სწირავდნენ, რომელიც ჯულითაა დადგენილი.
აქ კი, როდესაც კეთროვანი იყვნენ უდავოდ ასეთნი, რა საჭირო იყო მათთვის მღვდლებს ჩვენებოდნენ, თუ კი ისინი სრულიად არ უნდა განწმენდილიყვნენ. მის მიერ ბრძანება იმისა, რომ მღვდლებთან წასულიყვნენ, არ მიუთითებდა არაფერს სხვაზე, თუ არა იმაზე, რომ ისინი განიწმინდებიან, ამიტომაც ნათქვამია, რომ ისინი გზად განიწმინდნენ. მაგრამ ნახე, 10 ადამიანიდან 9, როგორც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, მართალია ისრაიტელი იყო, მაგრამ უმადური დარჩა, ხოლო სამარიტელი, თუმცა უცხოტომელი იყო, დაბრუნდა და თავისი მადლიერება გამოთქვა, ხოლო სამარიტელნი ასურელები იყვნენ, რათა არავის წარმართთაგან სასო არ წარკვეთოდა და არავის წმინდა წინაპართაგან წარმომდგარს არ ეტრაბახა ამით. ეს სასწაული საერთო ხსნაზეც მიანიშნებს, განკუთვნილს მთელი ადამიანური მოდგმისათვის. 10 კეთროვანი აღნიშნავს მთელ ადამიანურ ბუნებას, განკეთროვნებულს ბოროტებით, თავისი ცოდვის საშინელების მატარებელს, თავისი უწმინდურების გამოზეციური ქალაქის გარეთ მცხოვრებს და ღვთისაგან შორს მდგარს. თავად ეს შორს დგომა ღვთისაგან შუამდგომლობდა შეწყალებისათვის. ვინაიდან კაცთმოყვარე და ყველას სხნისა და ყველასთვის კეთილის მყოფელის მსურველი უფლისათვის ყველაზე უფრო ძლიერი აღმძვრელი წყალობის მისანიჭებლად არის ხილვა იმისა, რომ არავინ მონაწილეობს სიკეთეში. სწორედ ამიტომ მან თავი დაინდაბლა ასეთ მდგომარეობაში მყოფთა განსაკურნებლად. და თუმცა მან განკურნა მთელი კეთროვანი ბუნება, შეისხარა ხორცი და იხილა გემო სიკვდილისა ყოველი ადამიანისათვის, იუდეველები, მიუხედავად იმისა, რომ უფლის მხრიდან კეთროვანი ცოდვის ყოველგვარი უწმინდურებისაგან განიწმინდნენ. უმადურნი აღმოჩნდნენ და არ მოექცნენ თავიანთი ამაო გზიდან, რათა დიდება მიეცათ ღვთისათვის, ანუ დაეჯერებინათ მისთვის, რომ მან ჭეშმარიტმა ღმერთმა ინება დაეთმინა ყველაზე უფრო მძიმე სატანჯველი. ვინაიდან ხორცშესხმა და ჯვარცმა არსებითად დიდებაა უფლისა. ამრიგად მათ ხორცშესხმული და ჯვარცმული არ აღიარეს ღმერთად დიდებისა, ხოლო წარმართებმა, უცხო ხალხმა, აღიარეს მათი განწმენდელი და განადიდეს იგი რწმენით, რომ ღმერთი იმდენად კაცთმოყვარე და ძლიერია, ჩვენი გულისთვის იტვირთა უკიდურეს უპატიობაში ყოფნა, რაც კაცთმოყვარების საქმეს წარმოადგენს და მიიღო რა იგი, არანაირი ზიანი არ მისდგომია მის ბუნებას, რაც საქმეა ძლიერებისა. თავი 17, მუხლი 20, 25. 20. კითხეს მას ფარისეველთა, ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისა. მიუგო იესო და ხრქუა მათ, არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისა ზმნით. 21. არცა თქვან, აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს. 22. და ხრქუა მოწაფეთა, მოვლენან დღენი, ოდეს გული გითქმიდეს თქვენ დღეთაც ცისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ. 23. და გრქვან თქვენ, აჰა აქა არს და აჰა იქი არს, ნუ განხვალთ, ნუცა შეუდგ. 24. რამე თუ ვითარცა ელვარა ელაუნ ქვეშეცისადგან, ვიდრე ქვეშეცისამდე ბრწყინავენ, ესრეთ იყოს ზე კაცისა დღეთა მისთა. 25. ხოლო პირველად ჯერ არს მისაფრიად ვნებად და შეურაცხყოფად ნათესავისა ამისგან. უფალი ხშირად ახენებდა თავის სწავლებაში ღვთის სასუფეველს, მაგრამ ფარისეველნი ამის გაგონებაზე დასცინოდნენ უფალს და ამიტომაც მიმართეს კითხვით, როდის მოიწეოდა იგი მისი როგორც ახირებული კაცის დაცინვის მიზნით, რომელიც უჩვეულო და უცნაურ საგანზე ქადაგებდა. ვინაიდან არავინ ადრე არსებულმა სწავლებელთა და წინასწარმეტყველთაგან არ ახსენებდა მას, ღვთის სასუფეველს. ანდა შესაძლოა, ჰქონდათ რა აზრად გონებაში ცოტა ხანში მოეკლათ იგი, მიმართავენ მას კითხვით, რათა კბილი გაჰკრან მას და დასცინონ, ეუბნებიან თითქოს და ამგვარად, შენ სასუფეველზე ლაპარაკობ, როდისღა მოიწევა შენი სასუფეველი. ვინაიდან დილისათვის შენ სასიკვდილოდ იქნები ჩვენს მიერ მიცემული, ჯვარს გაცვამენ და მრავალ სხვა უპატიობას დაითმენ, ქრისტე რაღაც ამბობს. იგი არ პასუხობს ბრიყვებს მათი სირეგვენისამებრ და სიბრიყვისამებრ, იგავნი 26:4 არამედ ტოვებს მათ ცდომილებაში სასუფეველის მსგავსება წოდებასთან დაკავშირებით და არ უხსნის მათ არც იმას, თუ რომელ სასუფეველზე ლაპარაკობს. ვინაიდან ისინი არც მიიღებდნენ, არც იმას, რომ ეს სასუფეველი ამ ქვეყნიური სამეფოს მსგავსი არ არის, არამედ არის მეუფება იმ ქვეყნიური, იოანე 18:36. გაჩნდა რა ამაზე, რამდენადაც ისინი თავიანთი ნებაყოფლობითი სიყრუის გამო არ იყვნენ ღირსნი ამის მოსმენისა, უფალი სასუფევლის მოწავის შამზე ამბობს, რომ იგი უცნობია და არ ექვემდებარება დაკვირვებას, რამდენადაც ღვთის სასუფეველს არ აქვს განსაზღვრული დრო, არამედ მსურველისთვის დამახასიათებელია ყველა დროში, ვინაიდან ღვთის სასუფეველი უეჭველია, წარმოადგენს ცხოვრებას და საკუთარი თავის მოწყობას ანგელოსთან მსგავსად.
მაშინ დგებაო ნათქვამია, ჭეშმარიტი მეუფება ღვთისა, როდესაც ჩვენ სულებში არ არის არაფერი ამსოფლიური, არამედ როდესაც ჩვენ ყოველ ჩვენს აქციელში ამ სოფელზე მაღლა ვდგავართ. ამგვარი ცხოვრების წესი კი ჩვენს შიგნით გვაქვს, ანუ როდესაც მოვისურვებთ. ვინაიდან რწმენისთვის არ არის საჭირო არც ხანგრძლივი დრო, არც მოგზაურობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაბამისი ღვთივსათნო ცხოვრება ახლოსაა ჩვენთან. სწორედ ამაზე თქვა მოციქულმა, მახლობელ შენ და არ სიტყვაი, იგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს სიტყვაი სარწმუნოებისაი, რომელსაც ქვადაგებთ რომაელთა მიმართ 10:8. ვინაიდან რომ ვირწმუნოთ და ვირწმუნებთ რა, ჩვენი წოდების შესაფერნი ვიყვნეთ, ეს ჩვენს შიგნითაა. ამრიგად ფარისეველნი დასცინოდნენ უფალს იმის გამო, რომ იგი სასუფეველს ქადაგებდა, რომლის შესახებაც არავის უკადაგია. მაგრამ უფალი აცხადებს, რომ მათ არ ესმით ისეთი საგანი, რომელიც მათ შიგნითაა და რომლის მიღწევაც მსურველს თავისუფლად შეუძლია. ახლა, როდესაც მე თქვენ შორის ვიმყოფები, თქვენ უთუოდ შეგიძლიათ მიიღოთ სასუფეველი ღმრთისა, თუ კი მირწმუნებთ მე და გადაწყვეტთ იცხოვროთ ჩემი მცნებებით. და რქოა მოწაფეთა, მოვლენა დღენი და ასე შემდეგ. ანუ თქვენთვისაც დამახასიათებელია სასუფეველი ღმრთისას, სანამ დის მე ვიმყოფები თქვენთან. იგი დამახასიათებელია თქვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მირწმუნეთ მე და გამომყევით, არამედ იმიტომაც, რომ თქვენ ახლა ცხოვრობთ სრულიად უზრუნველად, რამდენადაც მე ვზრუნავ და ვფიქრობ თქვენზე. მაგრამ როდესაც მე თქვენთან აღარ ვიქნები, მოვლენ ისეთი დღეები, რომ მიწმეული იქნებით საფრთხეებს, მმართველთა და მეფეთა ხელთ მიგცემენ. მაშინ თქვენ, როგორც ღმრთის სასუფეველს, ისე ინატრებთ ახლანდელ უსაფრთხო ცხოვრებას, როგორითაც ჩემთან ცხოვრობთ და მრავალჯერ ისურვებთ მიიღოთ, თუნდაც ერთი ჩემს დღეთაგან, ანუ ჩემი თქვენთან ყოფნის დღეთაგან, როგორც ყველაზე უსაფრთხო დღეთაგანი. მართალია ისინი, უფლის მოწაფენი, მაშინაც, როდესაც მასთან იყვნენ, ეწეოდნენ ცხოვრებას, რომელიც არ იყო თავისუფალი შრომათა და საფრთხეთაგან, არამედ ითმენდნენ დევნას დევნილთან ერთად და შეურაცხყოფას შერაცხყოფილთან ერთად. მაგრამ თუ კი მათ ადრინდელ თავგადასავლებს შევადარებთ მომავალ საფრთხეებს, აღმოჩნდება, რომ მაშინ ისინი ძლიერ უსაფრთხოდ იყვნენ. ამიტომაც ცხოვრების ასეთი წესისაც კი, ანუ მცირე საფრთხეთა და შრომათა დროსაც, ღმრთის სასუფეველი მოციქულთა შიგნით იყო, მაშინ როცა აღდგომის შემდეგ ისინი თითქოს ტყვეები და დევნილნი იყვნენ. ამ სიტყვებით უფალი განამზადებს მოციქულთა გულებს შრომისა და მოთმინებისთვის და წინასწარ ეუბნება მათ, რათა არ დაბრკოლდნენ. იოანე 16:1. და გრქვან თქვენ, აჰა აქა არს და აჰა იქა არს, ნუ განხვალთ, ნუცა შეუდგ. ნუ მოისმენთო ეუბნება, ნუ რავის მტკიცებას თითქოს და მე მოვედი აქან და იქ. ვინაიდან ჩემი მეორედ მოსვლა უბრწყინვალესი და უდიდებულესი არ შემოიფარგლება რომელიმე ადგილით, არამედ როგორც ელო არ დაიმალება, არამედ ბრწყინავს კიდით კიდემდე მიწისა. ასეთივე ბრწყინვალე და აშკარა იქნება ჩემი მეორედ მოსვლა და არავისთვის არ იქნება დაფარული. ამრიგად ცრუ ქრისტეთა ცდუნებებს ნუ აჰყვებით. თავდაპირველად მე ბაგაში მოვივლინე და 30 წელი დამდაბლებული ვიყავი, მაგრამ მაშინ ასე აღარ იქნება, მე მოვალ მთელი ჩემი დიდებით, ანგელოზთა მხედრობის თანხლებით და წამიერად. შემდეგ რამდენადაც მათ საშინელი უბედურებანი უწნისაწმეტყველა, ანუ გეშებდა რა და არწმუნებდა მხნედ გადაეტანათ ისინი, საკუთარ თავს უყენებს მაგალითად, ნუ გაგიკვირდებათო, ეუბნება, თუ კი თქვენ ისეთი სიძნეები შეგემთხვევათ, რომ იძულებულნი იქნებით ინატროთ ჩემი ახლანდელი ყოფნა თქვენთან, ვინაიდან მე თვითონაც, რომელიც ელვასავით მოვივლინები, მანამდე ბევრი უნდა ვიტანჯო და უარყოფილ ვიქნე და შემდეგ მოვიდე ამ დიდებით. და ეს იყოს თქვენთვის დამარწმუნებელი სათნოებისათვის და გამხნევება მოთმინებისათვის, ანუ მიყურეთ მე და იქონიეთ სასოება, რომ თქვენს საფრთხეთა გადატანისთვის და უარყოფისთვის დიდება გხვდებათ წილად, ისევე როგორც მე. თავი 17, მუხლი 26, 30. 26. და ვითარცა იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მიწისა კაცისა და 27. ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განქორწინებდეს, ვიდრე დღედმდე შესვლად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით რღვუნა და წარწმიდნა ყოველნი. 28. და ეგრევე ვითარცა იგი იყო დღეთა ლოთის და ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგს აასხმიდეს და აშენებდეს. 29. და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აცმა ცეცხლი და წუნწუბა ზეცით და წარწმიდნა ყოველნი. 30. ეს რეთვე იყოს დღე იგი ოდესზე კაცისა გამოჩნდეს. აქაც უფალი მიუთითებს თავის უეცარ და მოულოდნელ მოსვლაზე. ვინაიდან როგორც ნოეს დროს უეცრად მოვიდა წარღვნა და მოსპო ყველა, ასევე იქნება მისი მოსვლაც.
ამ მაგალითებით, ანუ მაგალითით წარღვნის-წინა დროინდელი ადამიანებისა და სოდომელებისა, ცეცხლის გადმოსვლის წინ, მინიშნებულია აგრეთვე იმაზეც, რომ ანტიქრისტეს მოსვლის წინ ადამიანთა შორის განმრავლდება ყველანაირი ბილწი სიამოვნებანი, რომ ადამიანები იქნებიან მრუშნი და დანაშაულებრივ სიამოვნებებში ჩაძირულნი, როგორც მოციქულმაც თქვა, რომ უკანასკნელთა დღეთა იყვნენ კაცნი გულის თქმის მოყვარე უფრო ის, ვიდრე ღმრთის მოყვარე. მეორე ტიმოთეს მიმართ 3:1-2 აპრილი. და არცაა გასაკვირი, რომ მათ სტურის მეფობისას ბოროტება ყვავის, ვინაიდან იგი არის ნავთსაყუდელი ყოველგვარი ცოდვის ბოროტებისა. სხვა რის ჩანერგვას ეცდება იგი საცოდავ თაობაში მაშინდელი ადამიანებისა, თუ არა თავისი თვისებების. ვინაიდან უწმინდურისგან რა შეიძლება განიწმინდოს? ამრიგად ადამიანები ჩაეფლობიან მაშინ ყოველგვარ გრძნობად სიამოვნებებში, ისევე როგორც ნოეს დროს და არ ექნებათ არანაირი უსიამოვნების მოლოდინი, არც კი დაუჯერებენ, თუ კი ვინმე დაუწყებს ლაპარაკს, რომ რაიმე უბედურება შეემთხვევათ, მსგავსად ნოესა და ლოთის დროს მცხოვრები ადამიანებისა. თავი 17, მუხლი 31, 33. 31. მას დღეს აშინა, რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლს აშინა, ნუ გარდამოვალ ნაღებად მისა, და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე მოიქცევენ კვალად. 32. მოისენეთ ცოლისა მის ლოთისი. 33. რომელსა უნდეს სულისად სისა განრინება, წარიწმიდოს იგი, და რომელმან წარიწმიდოს, მან აცხონოს იგი. იმ დღეს, როცა ანტიქრისტე მოვა, ვინც ერდოზე იქნება, ანუ სათნოების სიმაღლეზე, და ნუ ჩამოვა იქიდან, ნუ ჩამოვა ნურანაირი ყოფითი საგნისთვის, ვინაიდან ყველა ყოფითი საგანი იწოდება ჭურჭლად ადამიანისთვის, რომელსაც ზოგი სათნოებისთვის იყენებს, ზოგი კი ბოროტებისთვის. ამრიგად სათნოების სიმაღლეზე მყოფი, ნუ ჩამოხვალ ნურაფერი ყოფისათვის და ნუ ჩამოვარდები შენი სიმაღლიდან, არამედ შეეწინააღმდეგე ბოროტებას და ნუ დასუსტდები. ისევე როგორც ის, ვინც მინდვრად იქნება, ნუ დაბრუნდება უკან. ვინაიდან მინდვრად მყოფი, ანუ ამ სოფელში სათნოების მოქმედი არ უნდა დაბრუნდეს უკან, არამედ წინ წავიდეს, ისევე როგორც სხვა ადგილასაა ნათქვამი, არავინ დასთვის ხელი სახმელსა და ხედავნიგი გარე უკუნდა წარმართებულ ან სასუფეველსა ღმრთისასა. ლუკ 9:62. უფალს მაგალითად მოჰყავს ლოთის ცოლი. იგი მიიქცა რა უკან მარილის სვეტად გადაიქცა, ანუ არ განიშორა რა ბოროტებას, დარჩა მის სიმლაშეში, გახდა სრულიად ბოროტი და ჩაფლობილი და ჩარჩენილი ბოროტებაში, იმ დამარცხების ძეგლს წარმოადგენს, რომელიც განიცადა. შემდეგ უფალი უმატებს იმას, რაც ზემოთქმულს უკავშირდება, რომელსა უნდეს სულისათვის ისა განრინებაი, წარიწმიდოს იგი. ნუ რავინო, ამბობს, ანტიქრისტეს დევნის შამს ნუ ეცდება საკუთარი თავის გადარჩენას, ვინაიდან ასეთი დაღუპავს მას. ხოლო ის, ვინც სიკვდილისა და მწუხარებებისთვის გასწირავს თავს, გადარჩება, არ მოიდრეკს რაქეთს მტანჯველის წინაშე სიცოცხლისადმი სიყვარულის გამო. ზემოთ უფალმა თქვა, რომ სათნოების სიმაღლეზე მდგომი არ უნდა ჩამოვიდეს მისგან ყოფითი საგნებისათვის, არ უნდა გაიტაცოს არც შენაძენმა, არც ქონებამ და მათ გამო არ უნდა დასუსტდეს ბრძოლაში. მსგავსად ამისა, განავრცობს რა შემდგომ ამბობს, და რას ვამბობ, ნუ ჩამოხვალ ჭურჭლისთვის. არა, ნუ დატოვებ სათნოებას გარეშე სიკეთეთა გამოც საკუთარი სულის გადარჩენისათვისაც კი ნუ გადაწყვეტ ქედი მოიდრიკო მათ სტურისა და მდევარის წინაშე. მათე მახარებელი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უფალმა იერუსალიმის ტყვედ ჩაგდების შესახებ თქვა მიანიშნებდა რა ალყის შესახებ, არა კეთილმოსურნეთა მხრიდან და იმაზე, რომ რომაელთა შემოსევისას უკან მოუხედავად უნდა გაქცეულიყვნენ. ეროდზე მყოფნი სახლში არ უნდა ჩამოსულიყვნენ, რათა აეღოთ რაიმე ყოფით საგანთაგან, არამედ მაშინვე უნდა გაქცეულიყვნენ, ვინაიდან აქ აღარაა დრო სიმშვიდისა, რათა შეიკრიბონ ჭურჭელი. მსგავსად ამისა, მინდორში მყოფნი არ უნდა დაბრუნდნენ სახლში, არამედ ისიც კი, ვინც სახლში იქნება, უნდა გაიქცეს. არაფერია გასაკვირი იმაში, თუ კი ეს იერუსალიმის აღებისას აღსრულდა და ისევ აღსრულდება ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს. განსაკუთრებით კი თუ კი უშუალოდ აღსასრულის წინ, სამყაროსი აუტანელად მძიმე იქნება მწუხარება. თავი 17, მუხლი 34, 27. 34. გეტყვთ თქვენ, მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა, ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაეტეოს. 35. ორნი ფქვიდენ ერთად, ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაშთეს. 36. ორნი იყვნენ ველსა, ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაშთეს. 37. და მიუგეს და ხრქვეს მას, ვიდრე უფალო. ხოლო თავად მან ხრქვა მათ, სადაცა ორცი მუნცა ორბები შეკრბეს.
და აქედან ვსწავლობთ, რომ უფლის მოსვლა მოხდება მოულოდნელად და უეცრად. ვინაიდან ნათქვამი, რომ ორნი იქნებიან ერთ საწოლში, მიუთითებს ადამიანების უდარდელობაზე. ისევე როგორც წისქვილი აღნიშნავს მოულოდნელობას მისი მოსვლისა. ვსწავლობთ აგრეთვე იმასაც, რომ მოსვლა მოხდება ღამით. ამრიგად უფალი ამბობს, რომ მდიდართაგანაც, რომელნიც საწოლზე განისვენებენ, ერთნი გადარჩებიან, მეორენი კი ვერა. ადრე უფალი ამბობდა, რომ მდიდარნი ძნელად ცხონდებიან, მათე 19:23-24. ახლა იგი უჩვენებს, რომ ყველა მდიდარი არ წარწყდება და ყველა ღარიბი არ გადარჩება, არამედ მდიდართაგანაც ერთი აიტაცება, რათა ჰაერში შეეგებოს უფალს. 1 თესალონიკელთა მიმართ 4:17 როგორც მსუბუქი სულით და ზეციური, მეორე კი დაბლა დარჩება, როგორც მსჯავრდებული. მსგავსად ამისა, ღარიბთაგანაც, რომელნიც აღნიშნულნი არიან წისქვილში მყოფებით, ერთი გადარჩება, მეორე კი არა. ვინაიდან ყველა ღარიბი არაა მართალი, ზოგიერთნი მათგან ქურდები არიან და საფულეებს ჭრიან. წისქვილით აღინიშნება მრავალი სიძნელე ღარიბთა ცხოვრებისა. როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს უფალს, სად იქნებიან ისინი წარტაცებულნი, მან უპასუხა, სადაც ხორცი მუნცა ორბები შეკრბეს, ანუ სადაცაა ძეკაცისა, იქვე არიან ყველა წმინდანიც, მსუბუქნი და მაღლა ამფრენი, მაშინ როდესაც ცოდვილნი მძიმე არიან და ამიტომ ძირს რჩებიან. ისევე როგორც როდესაც მკვდარი სხეული დევს, ყველა ხორცის მჭამელი ჩიტი მასთან მოფრინდება, ასევე მაშინ, როდესაც ძეკაცისა მოგვევლინება ზეციდან ჩვენთვის მომკვდარი და გვამად შერაცხული, შეიკრიბებიან ყველა წმინდანი და თავად ანგელოზნი. ვინაიდან მათთან ერთად მოვა იგი მამის დიდებითა და ენით უთქმელი ბრწყინვალებით. თუმცა მან ამ დროს ღამე უწოდა, მაგრამ ასე იმიტომ უწოდა, რომ იგი მოულოდნელად მოვა და ცოდვილებს მაშინ სიბნელე მოიცავს. მაგრამ მართალთათვის ნათელი გამობრწყინდება და თავადაც მზესავით გამობრწყინდებიან ისინი, მათე 13:43.